გორში კომბინატის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთი კორპუსის პირველ სართულზე საცხოვრებელი ბინის ნაწილი დაიწვა. როგორც ადგილზე TV მონიტორინგის ჟურნალისტს უთხრეს, ხანძარი სავარაუდოდ სამთლით გაჩნდა. შემთხვევის შედეგად ორმა ბავშვმა ძლიერი დაკვამლიანების შედეგად ინტოქსიკაცია მიიღო, რის გამოც ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ბავშვმა გაიხედა და ხანძარი ობებო სერგოძიას სახში, მეტი არაფერი. სავარაუდოდ რისგან გაჩნდა? არ ვიცი არაფერი, ვერ გეტყვი. იყო შიგნით მე? მოხუცებული 90 წლის ქალია და რავი დაემართა. მარტო ცხოვრობდა? არა, თავისი შვილიცა დეტყობა გარეთ იყო გამოსული კაცი. ორძალი და მეორე ბაზრობაზე დგანან და დაიწვა სახლი. არა, მე მგონი წინა ოთახი და ის სამზარეულო. ორი ბავშვი ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა დაკვამლიანების გამო ისუნთქეს ეს აირი და იმის გამო. ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორი იყო? სიცოცხლე ხომარი? არა, და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება არც ერთი მონაწილის, ვინც შეესწრო ამ. დაახლოებით რა ასაკის ბავშვები არიან? ალბათ წლის და ერთი თვის ერთი იყო და მეორე 10 წლის.